ფარდების შემდეგ. ეს იყო მირიან დორგოძე და პირდაპირ ჩართვა ქუთაისიდან. 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში ახალგაზრდა პარლამენტარებს დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის სხვა წევრებმა უმასპინძლეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსის, გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. 100 ახალგაზრდა დეპუტატი მაღალი კონკურენციის პირობებში კონკურსის საფუძველზე მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა, მათ უკვე გაიარეს რადამზადების კურსი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ახალგაზრდები 1 წლის მანძილზე იმუშავებენ საკანონმდებლო წინადადებებზე და გამართავენ შეხვედრებს რეგიონებში. ეს ოფიციალურად გაიხსნება საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი. ძალიან მიხარია, რომ როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდა პარლამენტარები, რომლებიც არიან ძალიან დიდი რუდუნებით, ასე ვთქვათ, შერჩეული 100 ახალგაზრდა პარლამენტარი, ისინი აქტიურად იმუშავებენ საქართველოს პარლამენტთან ერთად რიგ პრობლემებზე, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრობა, ეს არის გამოწვევა, ეს არის ახალი გამოცდილება. ვთვლი, რომ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მომცემს იმ განათლებას და იმ ცოდნას, რომლის მიღებაც საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან უბრალოდ შეუძლებელია.